ლაშა, ძალიან მინდა ბაკურიანში წასვლა და წამომყევი რა მარტო ხო არ წავალ. ცი როგორ მომენატრა თოვლით, ხილამურები, ბურანები. გახსავს მაშინ რა კარგი დრო ატარე ადრე რომ ვიყავი წასული. ტახტი, ბუხართან კოტრიალი, ჩაი. კი, მახსოვს ელენე, მაგრამ რა ვიცი, 1000 საქმე მაქვს ელენე, საწამოვიდე ახლა მითხარი, ა? რა საქმე გაქვს? რა საქმე და რა? აი, კარებს ვაღებ ხოლმე. ისე ელენე, ეს კარები ღია რო დავტოვოთ არა? დილამშვიდობის. დილამშვიდობის. როგორ ხართ? ეს რა არის, მაწონი? კი, მაწონი. ოჯა, პაატასთან მიდიხარ? არა, პაატასთან მოვედი. ყველას მაწონი მოაქვსო და სამი ცალი მაინც მომაშორეო და წამოვედი. და თვითონ როგორ არის? კარგად მოგიკითხათ რა შვებიანო, როგორ არიანო, სახლში რა ხდება, რატი როგორ არისო. ვაიმე, ესე იგი, რაც პაატას ეს ამბავი დაემართა, რატი ისე გამიცდის, რომ სახლიდან საერთოდ აღარ გამოდის. აბა, რატიც ძალიან განიცდის და ის გოგოც რატისთან ერთად რომ ცხოვრობს ახლა იმაში რა ქვია, პაატას სახლში. ის ძალიან, კი. თეკლა მიირთვი. გეხვეწები, ანტონიოს ამბავი მომიყევი. ვაიმე, ელენე, კარგად არის ანტონიო, ძალიან გუში მამა ჩემი არ იყო სახლში და მთელი ღამე ველაპარაკე. და ელენე, იცი შეიძლება იტალიაში წავიდე დამპატიჟა. ვაიმე, რა მაგარია იტალია, რომი, ფლორენცია. ხო, ელენე და ანტონიოსაც თავის მეგობრები ესე ეტყვიან. რა მაგარია საქართველო, კასპი, სამტრედია. ეს გაღებო და ესე გინაცვალე. აი ასე იყო ჩემო პაატა. ხუთა 78-ში გარდაიცვალა საწყალი. ვაიმე, რას მოვაყოლე ეს ამბავი? გეშინია, კარგად გახდებიო. კარგად გახდები. მე და ემზარი ვაპირებთ 2-3 თვეში გავაკეთოთ რემონტი და შენი იმედი გვაქვს, ხო იცი? ვაიმე, რამხელა мотиваცია, გამოსაჯამთელებლად გუმყადეი და მადლობა, ხო? აბა ემზარი კოცხათვით, მოდი, ემზარი ხათით, გაღმერი. აი ასე გინაცვალე. ჩემი ემზარს უნდა დამოსვლა და შენი ნახვა, მაგრამ სავატყოფოში სიაროს ვერ იტანს, ხო იცი? ვიცი, როგორ არ ვიცი, ტოტალიზატორში რო გადავწევ, მე იქ მოვიდეს. აღარ მინდა დავნაყრდი, მართლა დავნაყრდი, აღარ მინდა დავნაყრდი. კარგი, ისეთი შეგეჭამა, ბარემ დამთავრდებოდა. ამ ხობს ვერ დაგიტოვებ. მე თქვენ დაკარგათ აქ რო დამტოვო. თან არის ხო გემრიელი იყო, ხო მოგეწონა? კი, ძალიან გემრიელი. თქვენ გააკეთეთ, ხო? აბა. ხო, წელს კი. რა მოვიფიქრე ციპაატა? ლიფტის და რაღაცების ფულს აღარ გადაგახდებინე. ვაიმე, მართლა დიდი მადლობა ქალბატონო ნუნუკა. არა უშავს რომ გამოხვალ, მე ერთიანად გიანგარშებ და ყველაფერს ერთდროულად გადაიხდე. რამხელა შეღავათია, რამხელა. როგორ ზრუნავთ ჩემზე დიდი მადლობა ქალბატონო ნუნუკა, როგორ ზრუნავთ? აბა შენა გაიგო ეს ამბავი? არა, ჯერ არ გითხარ. ხო, აბა რა ინერვიულებს კაცი. ხო, არა, ხო, მაგრამ ფლატ მაგაზინს არ არის. ეს დღეები ტელეფონი არ იჭერს და ვერ დაუკავშირდით მაგისი, ხო? მე შენ რა გითხარი, დაგეჯერებინა ბაბუაშენისთვის მოგეყვანა ვინმე კარგი გოგო, აბა ეხლა. ქალბატონო, თქვენ ისე ვაგზავნებით? არა, მივიდი ეხლა ზუსტად. იცი რა ბიჭებო, ამ ხილს ჩავიტან რა ქვევით, ჩემი მულის დედამთილი წევს. იმან გაუმწარა სიცოცხლე ჩემოს, მენაცვალე ესე მიყვარს ეგ ქალი, არა ჩვეულებრივი ქალია და მომიახულე ბარემ და ამ ბანანსაც წავღებ ჩემ მზარს უყვარს ძალიან. კარგი, აბა წავედი. კარგად იყავით. ყველაფერი კარგად იქნება. ვაი, შესაძლოა.
ლაშა შენ ასეთი უაზრო ხუმრობები. თეკლა ბაკურიანში მინდა ძალიან წასვლა და მარტო ხო არ გამიშვებ. მე მეკითხები? წადი ელენე გიშვებ, დიდი გოგო ხარ უკვე. ნახე აყვა ეხლა ესეც. წამომყევი რა 2-3 დღე. რაიმე არა ელენე, იმდენი საქმე მაქვს. სამსახურში ეს ახალი ბრენდები შემოდის ჩვენთან, ეს ახალი მაღაზიები იხსნება, სულ მოლაპარაკებები. რა და რა კარგი იქნებოდა ბაკურიანში, თოვლი, ბურანები, გუნდაობა, თხილამურები, თოვლი. როდის მივდივართ ელენე? იქით ყურაში თეკალი. ნიკა მოხვედი უკვე. ხო, ვიფიქრე, გავკვეთილებს გათავიმეორებთქო. ჯერ ხელებს დავიბან და ძესტავე. ნიკა, რა დააშავე? არაფერი ისეთი. ბურთს დავარტყი მაგრამ ხელებს დავიბან და ძესტავე. ნიკა, რა დააშავე? ბურთს დავარტყი და ონკანს მოხდა. მე ძესტავლე. ნიკა, იტყვი ბოლოს და ბოლოს რა მოხდა? რა და სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდით მე, სტურუალევანი, ესა, ისა. ხო და ბურთს დავარტყი და ნუნუმ ონკანი გააკეთებინა იმას მოხდა და გაფუჭდა. ხალი აღარ მოდის. კარგი ნიკა, გაფუჭდა და გაფუჭდეს, გამისკდა გული. ეგ არა უშავს, ლაშაბიძია მოგეხმარება და გაგაკეთებინებს. მომეხმარები? გამაგიჟებ რა, გამაგიჟებ ნიკა რა, სადის ონკანი და სადის სტადიონი რა. რა თაობა მოდის? ამ ქეძბაიასაც რის იმედი უნდა კონდეს არ ვიცი. კარგი და ლაშაბიძია, ნუ მაცინებ, ცუდ ხას შეძებინდა როგორც. კარგი მომეხმარები. მიდი ხო, მიდი აიღე ეს ბრტყელტუჯა ჩადი ეზოში და ჩამოვალ მეც. კარგი რა ლაშაბიძია რა. ონკანი დროზე გავაკეთოთ და სანამ გავაკეთებთ, ემზალის და კაცებს უყიდე ლიმონათი, რომ არახს დააყოლონ, თორე გაიგებენ. ონკანი რო გაფუჭდა და ნუნუს ეტყვიან. როგორ ხარატი? კარგად, ბატა, შე როგორ ახარ, რა? რა ვიცი, რატი სანამ ეს მოვიდო და სტაბილურად და ეხლა მე მგონი რეანიმაციაში მომიწევს გადაყვანა, რა ვიცი. კარგი, დაივიწყე, ნუნუ რა. შენი ირინა ეკთანი როგორ გეკურკურება დააკვირდი? კარგი, რატი, რას მეკურკურება, ვიღას მოვეწონე, მე მგონი დავკოჭლდი და ეგ არის. კარგი, ბატა, რა დაკოჭრდი ვერ გავიგე. აი, ისიც კოჭლი იყო, თემურ ლენგი, ხო? ხო, მაგრამ ქალები გიждდებოდნენ. ეგ ისტორიულად არის ეგრე? არა მარტო ისტორიულად. რატი, თან რა ვიცი, აბა ვინ შემოდის, ყველა მარცხენა პროფილით ხედავს, აბა რა იქით უნდა დავწოლიყავი, რა აზრი აქვს ახლა, აბა მარჯვენა პროფილს ვერავინ ხედავს. ბატა, სარკერო აი კედელზე მივამაგროთ. რატი ნერვს ნიშნით? შენ ხუმრობ და აქედან რო გავალ, ვერც კალათბურთს ვითამაშებ, ვერც ფეხბურთს ვითამაშებ, ვერც ბილიარდს ვერ ვითამაშებ. და ბილიარდს რატო ვერ ითამაშე? არ ვიცი მაგის თამაში და იმიტომ. კარგი რა, ნუ წუწუნებ რა. გეუნები იმ გოგოს მოწონხარ მეთქი და შენც ახლა გაინძერი რა. არა, ახლა ისე ნუ გაინძრევი მთლად, მაგრამ საიდან მოიტანე ერთი რომ მოწონვარ მითხარი? აი საიდან მოიტანეა? რას ქვია, საიდან მოვიტანე ბატა? შემხვდა დერეფანში და ესე მითხრა რა კარგი ანალიზები აქვს ბატასო. გაიგე და გოგოს რო ბიჭის ანალიზები მოეწონებ, ახლა წარმოიდგინე მარჯვენა პროფილზე რა დაემართება. ხო, კარგი. ესე იგი საერთოდ აღარაფერია და კარგად არის ბატონო. კი, მთავარია ტატო, რომ ფეხი არ დაკარგა. ფეხი როგორ უნდა დაიკარგოთ ეხლა, სინდისი ხო არ არის? რა სინდისი? აი არ გაგიგია სინდისი სულ დაკარგაო. გამიგია. ვისა, ტატო, შენი ჯექი ჩემს კომპიუტერთან? არა. აბა შენი Facebook-ი როა ჩართული? არ ვიჯექი, ვიდექი. ტატო, ვაიმე, ტატო, 3 დღით მინდა წავიდე ბაკურიანში და არ ვიცი რა მოვიფიქრო 3 დღით რო გამათავისუფლონ სამსახურიდან. და რო უთხრობ დაბადების დღე გაქვს და ვერ ახერხებ მოსვლას. დაბადების დღე მქონდა უკვე. ხო, 8 მარტიც მქონდა ხო უკვე. და რო უთხრა რომ შენი ვინმე ახლობელი გარდაიცვალა და აუცილებლად უნდა წახვიდე. თუ ინა ჩემზე უთხარ, მე არ მეწყინებ. კარგი ტატო, კარგი იყოს, არ მინდა მოვიფიქრებ რამეს, შენ გადი და ნიას უთხარი, ყავა გამიკეთო დიდ ჭიქაში, ხო? კარგი, ის მოტეხილყურიანი ჭიქა გირჩევნია თუ ის ჩვეულებრივი?
გამარჯობა. გამარჯობა ქაბატონო რუსიდან. აი თქვენი ახალი კონტრაქტი, აი ეს არის დიახ, აი ნახე. ქაბატონო რუსიდან თეკლას რატო არ ულოცავთ? და რა უნდა მიულოცო? გათხოვდა. ой, მართლა თეკლა გიულოცა. გუდის. როგორ? და გადაწყვეტილების მიღება? არა, 2 წუთში გადავწყვიტე. ისე ამ ბოლო დროს გეტყობოდა თეკლა შეყვარებული რომ იყავი კი? ისე გაფანტული დადიოდი და ისე სისულელეებს აკეთებდი. რა ქვია მეუღლეს? რა ქვია და ჩემი სიცოცხლე და ჩემი ყველაფერი. ბედნიერები გამყოფ. მთელი ცხოვრება თუ ერთ 3 დღე მაინც. რასაცილო ბიჭი ხარ დადო. რას არის ტყვის ხოლმე? ნიშნობა გქონდათ? დიახ. გქონდა. რომ ცოდნო დამოვიდოდი. არა უშავს ქაბატონო რუსუდან თეკლა მითხრა დღეს აპირებს თქვენ დაბატიჟებას. მაშინ ბოვალ და საჩუქარსაც მოგიტან. მაიმე არა ქაბატონო რუსუდან არ არის საჭირო არ შეწუხდეთ. კარგი. საჩუქრის გარეშე მოვალ. შაბიძე რა საკეთებ? ვარ და ვისვენე. ეხლა ჩამოხვდი და უკვე როგორ დაიღალე? ხო, ახლა ჩამოვედი. არ იცი რამ ხელა კიბეებია, ანიკა, ჰა? კი, ძალიან დიდი კიბეებია. და ლიფტით არ ჩამოხვედი? მუშაობ და ხელს მიშლი ვერ ხედავ? იქით ჩვენი უბნეილოთები სვამდნენ და იმაც დამაბადეს შენთან. იქნებ ისე გააკეთოს რონკანი რომ არაყი მოდიოდესო. თან გვითავდება უკვე და იქნებ მოგვისტროსო. არაყი არა თქო, უთხარი ეს უფრო ვისკის ონკანია თქო რა. არა უშავს გააკეთე მაგასაც დავიღე. ვა. ისე როგორ ყველა უსაქმური ზის ეზოში და არ ახსოვს, გაგიჟდები რა. ყველა არ სვამს. ერთი ონკანს აკეთებს. იმიტომ რომ ამ უსაქმურის დიშვილმა გააფუჭა ეს ონკანი და თუ ჭკვიანად არ იქნება, საერთოდ არ მოკიდებს ხელს და არაფერს არ გააკეთებს ეს უსაქმური და უფრო უსაქმური გახდება. კარგი ლაშებიძე, აღარ გეტყვი უსაქმურს. ლაშებიძე, ეს რა არის? კანჩი. და ის მეორე? ეგეც კანჩია, ოღონდ პატარა. და ის? ეგეც კანჩია. აი ეს არის ბურთი, წადი და ითამაშე. ესოში არავინ არა და ვის ვეთამაშო? ვის ეთამაშო და აი მხეს ეთამაში, მიდი. მიდი გაიქეცი, მიდი. ეგრე, კაი ბიჭი. ოხ ნიკა რა, ოხ ნიკა ეხლა მანდ არ მომიყვანო იცოდე. მე არ ვიყავი, ხე იყო. რა ვქნა ეხლა ამას უნდა 14-იანი. 14-იანი კიდე სახლში დამჩა, უნდა ავიდე ჩამოვიდა. რა საკეთებ ლაშა? გამარჯობა. ონკას ვაკეთებ. შაგრინოვი ვარიანტია რა? არა, უფრო სანტექნიკური ვარიანტია რა. სანტექნიკოსობა დაიწყე? ეგრე გამოდის. მომისმინე, ელიავაზე მყავს მაგარი ნაცნობი. თუ გინდა კარგ ადგილს გიშოვნი, ვახუშტის ხითალა. მევლუდა, მაგარი ბიჭია. ჩემი დუბლიორი იყო სპექტაკლში ხეობის პრინცი. 1992 წელს მე და მევლუდი იყოს ბატონო ფრიდონ არ არის ახლა საჭირო. მე ამ სანტექნიკოსობას სერიოზულად არ ვუყურებ. უფრო ისა ჰობია რა. ჰობი თუ არ იყო? უი რაღაც თქვენ დახმარება დამჭირდება. კი ბატონო, კი დაგეხმარები. მთხოვე რაც გინდა. მე მეხერხება ეს ხელგარჯილობა, მეხერხება. ხო, ხელმარჯვევარ. კარგია, ძალიან კარგი. ოღონდ ეგრე არ შეგაწუხებთ ბატონო ფრიდონ. იცით რა არის, ზევით სახლში დამრჩა რაღაც. ხო და იმის ჩამოსატანად უნდა ავიდე. ხო და თქვენ ამ ხელსაწყოებს რო უყარაულოთ რო არავინ არ წაიღოს. ხო, კარგი. ხო, იმიტომ რომ ამ 14-იანი უნდა ამას და 14-იანი ქანჩი დამრჩა ზემოთ და 14-იანია ეს.
ხო 14-იანი არის და მაგიტო ავალ და ჩამოვიტან იმ 14-იანს თქო ეგ თქვი მეც მართლა ბატონო ფრიდონ თუ ვინიცობაა და ნუნუ გამოჩნდა ნუნუ ხო არ უთხრათ რომ ნიკამ გააფუჭა ეს ონკანი ნიკამ გააფუჭა ხო და ძალიან ნერვიულობს ბავშვი განიცდის ამ ხო ნახევ საწყალი ბავშვი ხეს ეთამაშებოდა ბურთს კი ხო მაშინ ავალ და მალე ჩამოვალ ხო მალე ჩამოვდი მალე 14-იანია ეს 14-იანი უნდა ამას 14-იანი ბატა ამოგიტანე რაც ვთხოვე რაც დამაბარე აუ ჯიგარი ხარ ეხლა რას ვიზავ იცი რას და ამას საბნის ქვეშ დავდებ და დაველოდები შესაბამის მომენტს რომ ვაჩუქო გაიგე? ხედავ რა რომანტიული და გენიალური გეგმაა, რა სიტყვი? ძალიან და მეტი რომანტიულობისთვის ორიენტებული სანთელი შამპანიუსაც ამოვიტან ორჭიქას და ყველაფერი საბნის ქვეშ დამალება და კარგი ახლა რეებს ლაპარაკობ რა არის ვერ გავიგე ისე რატი რას ვიფიქრებდი თუ მოვეწონებოდი ჰა? რა კარგი გოგოა იცი დღეს იყო შემოსული მოგიყვე ახლა ხო და შემოვიდა მოტეხილობა გასინჯა უყურა მერე მიყურა და მომწონსო თქვა გაიგე მომწონს მერე გავიდა დახალს დაუძახა ხო და მაინც გოგოა ქალური მომენტია რა სხვისი აზრით საინტერესებს ხვდები ხო რატომაც არ მოეწონებოდი ბატონ შვენიერი ბიჭი ხარ არაფერი არ გაკლი ერთი პატარა ძვალი ფერზე მოდი სხვა არაფერი რა კარგი ხა გითხრა რეებს უკეთებ ხომ რო შემოდის აბა ხო შემოვა და მე კიდე თვალებს ვიჟუნებ ხომ გაიგე იბნევა იცი რა საყვარელია იბნევა ხო რა ხარ პატა შენ რა ხარ ვიც არ გიცნობს პატა გამარჯობა აბა პატა როგორ გზნობ თავს კარგად უკეთრა იცით ყოველთვის როცა შემოდივარ თვალებს უცნაურად ახმხამებს და ადრე სხვა შეგიმჩნევია პატა ხო ხო არა ხო არა ვაიმე რა მოხდა პატა მეთკიდა შეგიძლიათ ამიხსენოთ როგორ ტკივილს გრძნობ კი აი როგორც იცით აი წარმოიდგინეთ რომ საბნის ქვეშ გაქვს რა ქვია ეკლიანი ვარდები და ფეხში რომ გერჭომა ეგეთ ტკივილი ხო პატა ეგეთი ტკივილი არ არის აი პატა დაწნარდი ეგეთი ტკივილი არ არსებობს არა ბიჭო დაწნარდი შენ რაღაც ყვავილების სურნელი მომივიდა ნეტა საიდან? რო გითხრათ იმენა ექიმო მე საიდანაც მოდის გაბრაზდები და გამლანძღავთ და ამიტომ ფანჯარა გამოვაღეთ და გარედან შემოდის სუნი მაინტერესებს ძალიან. კარგი მე ხარ გავედი. მოგვიანებით შემოვა და მისამართს ჩავიწერთ. კარგი, თქვა ბატონო რუსთან გელოდებით, აბა. საღამოს გესტუმრებით ნახვამდის. Yes, გამოვიდა. რა გამოვიდა ტატო? აბა მარტო yes. კარგი რა მოიფიქრეს, რა ეს გათხოვება რა ვქნა ახლა? ეგ არის რა თქმა, ხალი რო გათხოვდება, მე იწყება პრობლემები რა. ისე თეკლა რა ვიცი მეც ვიფიქრე გაუხარდება თქო და ის მეც მინდა აბშაბათკურას წასვლა და ბარე მე ხო არ მოგიყვანო ცოლა მე რატო გეხვეწები აღარაფერი აღარ ქნა და თუ გინდა უთხარი რომ გაცილდი ქმარს ის ქმარი არ თუ გინდა მე მივალ და ვეთყვი თეკლა ქმარს გაშორდა თქო იქ კარგი დადო ესე მალე როგორ გავშორდებოდი ქმარს ესე მალე გათხოვდი და გაშორებას რა არ გაგიგია აშენებაა ძნელი თორე დანგრევა ადვილიაო არ მე გავალე ხა საქმეს მივხედავ და საღამოს შემოვალ და ერთად გავიდეთ პატას ანახავთ კარგი არა მე ვერ წამოვალ პატასთან შენ წადი ტატო შენ მე საღამომდე უნდა გავთხოვო მოტეხილ ყურიანი ჭიქა გირჩევნია თუ ის ან მოტეხილ ყურიანში დავასხმევიდეთ მაშინ 14-იანი უნდა თუ 16-იანი. 18-იანი. 1998 წელი. კანჩი მომაწოდე, უბადრუკო მონა. ისე სათქანჩი და სადმონა. მეც რამდენი სისულელე მაქვს დათამაშები. როგორ
რა ხარ? გამარჯობა, გამარჯობა. რა არის ეგ? კანჩი. მაგაზე გეკითხებით. ეს ვინ გააფუჭა უნდა? მე არ გამიფუჭებია. რომ მოვედი ასე დამხვდა. მე არ გამიფუჭებია. რა დამაჯერებელი ხართ ბატონო ფრიდონ. კარგად მაინც ითამაშეთ. 4 წელი მაგას არ გასწავლიდნენი, მაგრამ ნიჭი უნდა ყველაფერს ნიჭი. მე არ გამიფუჭებია. დედაგებიცებით, მე არ გამიფუჭებია. თამაშს რაც შეეხება, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ პატარა მონაკვეთს ნებისმიერი სპექტაკლიდან. აი მე არ მინდა თქვენი თამაში, მაგრამ ეს კანჩი რატომ გიჭირავთ ხელში? არ მითხრა ხა ვასეირნებდი ეზოშიო. არა, რეპეტიციობდი. სპექტაკლი მაქვს. იცით არ მინდა მე მაგის სახსა, მაგრამ მე მეზობლებს როგორ შევხედო თვალებში. არაჩვეულებრივი ონკანი ქონდა ეზოში. ბავშვები ზაფხულობით გამოდიოდნენ, ჟრიამულობდნენ, ერთმანეთს წუწავდნენ, ერთობოდნენ და მენერვებს მიშლიდნენ. ზამთარში კი იყინებოდა გზა და სტურუების რძაც ფეხი უსრიალდებოდა და მე კიდევ ერთობოდი. აბა, გავაკეთებ. მე რისი გამკეთებელი ხართ ბატონო ფრიდონ. ერთი ონკანი ქონდა ამხელა კორპუსს და ისიც გააფუჭეთ. მარტო სულიერი საზრდო გვეყოფა, ყელზე რომ დაგვაგდგეს, წყალი არ აქვს რომ მივაყოლო ძედ, უნამუსო შენ. აჰა. ვარდების ხო? ნორმაშია. ასე რომ უგაცრავად ირინა ექიმო. ფეხზე რამდენ ხანში დადგება? დაახლოებით 1 თვენახევარში. ირინა ექიმო. დაახლოებით 100 თვენახევარში საღამოს რას აკეთებთ? იცით მე მეძახიან, უნდა გავიქცე. კარგით. დროებით. რას აკეთებ? ყველა გიდევს საბლის ქვეშ ეს ვარდები. ყველათ მოგიტანე. რა უქნა, 3 საათი აღარ შემოვა და ეს ვარდების დაჭყნება, ჩემი ჯანმრთელობაც საგრძნობლად გაუარესდება, რა უქნა ეს? გამოიძახე შენს, ვითომ ცუდად ხარ? შენ რა ხარ რატი? რა ხარ შენ? კარგი. ვაიმე. ბატა. მე კი ნუ მეუნები, აგერ ღილაკს დააჭირე და შემოцხრიალდება შენი პრინცესა. ხო, იმითი ფონიდოსკოპი და დიდი ნემსით, რა რომანტიულია. მართალი ხარ. მიდი. პატა. ისა ცუდად ხარ ხო? კი, ისა ჰაერი არ ყოფნის, ეთყობა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება უნდა. კაი, დაწყმარდი ახლა ვიმოვა. ბუდია, რა ხელოვნური სუნთქვა. პატარა ბიჭი ხო არა ხარ, კაცო, ცოტა რაღაცა გამოინძრე, კაცო, დაასერიოზულო ურთიერთობა რა, ცოტა მიდგემოდგე რა. მოგისმენთ, ეხა საწავიდა, იცი ალბათ ტუჩსაცხი უნდა წაისვას. მაინც გოგოა, ხალური მომენტია. აკეთე ექიმო. აცი ხელოვნური სუნთქვა დაჭერდება. მე მაინც მგონია რომ რუსუდანი არ მოვა. გასაგებია თეკლა, მაგრამ სუფრა მაინც აუცილებელია. ხო, რა ვიცი, ისა ტატოს ვუთხარი მისამართი ჩააწერინდა თქო და ყველაფერი ეშლება ამ ტატოს და რაღა მისამართზე თქოდა ეხლა ზუსტად. ლაშა, რა კარგია დღეს თეკლას ქმარი რომ იქნები, თეკლას უფროსი მოვა, გნახავ და თეკლას გაანთავისუფლებს რამოდენიმე დღით. ხო, და წავალთ ბაკურიანში. ლაშა, ხომ არ დაიბნევი? შენამდე 4 ცოლი მყავდა თეკლა. გაიწიე ქალოიკით. როლში შევდივარ თეკლა, როლში. დე, ის ქალი რომ მე რომ თეკლას პატარა ძმა ვიყო შეიძლება? არა, არა შენ ახვალ ნიკა, შენს ოთახში და იმეცარინებ, ხო ელენე? ხო. კარგი. მე გავაღე. აი მე ლაშა ჯერ ნახე ვინ არის. უი მოვიდა ისა. მოგძანდით, თეკლა, საყურებლო ნახე ვინ მოვიდა. აი მე მოგძანდით ქაბატონო რუსუდან. ეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახში. ისე ადვილად მოგაგენით. ტატომ ზუსტად ამიხსნა თქვენი მისამართი. ხო ჩაკატო. მე დიახ, ჩემი მეუღლეა. ლაშა. სიამოვნო. თეკლა, ჩემი თეკლა, იმდეს მიყვება თქვენზე, იმდეს მიყვება ხოლმე რომ რა ვიცი. ეს ელენეა ჩემი მეუღლის და მულია. აი, მულიო, რო ამბობენ ხოლმე, აი ეს არის. ეს პატარა ბიჭი. ეს ნიკა, ლაშაშვილი ვარ.
ლაშას მეორე ქორწინებაა ეს და სულ რაღაც მეორე ეს არაფერი მეორე ზოგს მესამე და მეოთხე ცოლი ყავს დავსყიდით მოგძანდით გაგოდან რუსიდან ყავას შემოგთავაზებთ დავძანდით ნიკა შენადი გაკვეთილები იმეცადინე მე უნდა ჩამაბარო შენ რატომ უნდა ჩაგაბარო მამით აი თეკლა დედიკო შევაბარებ ხოდე როგორი ბედნიერი სახეები გაქვთ კი აღარც სამსახური მახსოვს და აღარც სამსახური აღარც სამსახური მახსოვს ისეთი ბედნიერი სახე მაქვს მე ხლა ამწუთას კი ეთყობა გიშდებით ერთმანეთისთვის მე ძალიან ჩემი სიცოცხლე აი როგორ გითხრათ თეკლა მიყვარს აი დაასავით და სავით მეუღლე მყავს და მოკლედ ეგრე როგორც არის ხო რა ვიცი აი ესე ეხლა აკოცეთ ერთმანეთს ნიკა გადი ნიკა მოდი ჩემთან მამი და გენაცვალოს ნიკა შვილო კარი გააღე ხო და აი ასე ნიკოლოზ საღამოშიდობის გამარჯობა სტუმარი ყოლიათ სტუმარი არის და გაიცანით ქალბატონო რუსუდან ეს მამა ჩემია რუსუდანი ეს სიამოვნოა თეკლას მამა გოგიტა მე ვიცოდი რომ თეკლას მამას ნერსე ერქვა დიახ ახლობლები გოგიტას ეძახით ხოლმე შინაურულად გოგიტა გოგიტა ერთი წუთით საქმე მაქვს თქვენთან თეკლა ზუსტად ესეთი წარმომედგინა შენი მამა დიახ სხვა რამეზე ვისაუბროთ რა ვიცი მა ის მოვყევი როგორ გაიცანი თეკლა ხოდე აი მე მომიყევით რა ძალიან მაინტერესებს როგორ და თეკლა მოყვება არა შენ მოყევი შენ შენ მოყვევი თეკ არა შენ უკეთყვები ლაშ მე უკვე ყვები მოკლედ თეკლა გავიცანი ხო მანამდე არ ვიცნობდი ერთხელ მოვიდა მანამდე ორჯერ ვნახე კაბაეცვა საღამო მოკლედ აესე გავიცანით ერთმანეთს შედები ამას როცა ყვება მამა გენაცვალო ჩვილებო როგორ უხდებით ერთმანეთს აი ბოდიში უკაცრავად ხო მამა да мама слушаю если дедам ყავს და ничего не სიდედრი ჩემი კი რასნოდარელია ჩემი მეუღლე ნასია 1980 წელს გოგიტა ბატონო გოგიტა უკაცრავად ჩემი მეუღლე თავის მშობლებთან არის წასული კრასნოდარში ერთი კვირა და მომენატრაო მესმის თქვენ კი ლაშა თქვენ რა საქმე აქვთ სანტექნიკოსია ხუმრობს ისეთი ჰუმორი აქვს ბატონ გოგიტას ჩემს იმავს გადასარევი არაჩვეულებრივი ლაშა ნახე ვინ მოვიდა როგორ დაბნევა დედა გენაცვალოს აჰა დედა გაიცანით დედა ჩემი რუსუდანი ჩემთვისაც სასიამოვნოა ჩემი თეკლას უფროსის გაცნობა სასიამოვნოა დაჯექი დედა მოგწონდით ხო მამაგარი საღამოა მამით შენ კიდე მეუბნებოდი გაკვეთილები იმეცადინე სადი მამი და გენაცვალოს ხილი შემომიტანე აი როგორ ხარ ქალბატონო ნუნუ ძახალო
ვაიმე, გამარჯობათ ბატონო გოგიტა. ისეთ ნერვებ მოშლილი ვარ, დილით მეზობელმა ნერვები მომიშალა, თქვენ ალბათ არ იცნობთ ფრიდონ შვანგირაძე. საერთოდ ადამიანმა რისი გაკეთებაც არ იცი, იმას ხელი არ უნდა მოკიდო. ხო. იცით ხალბატონო, თქვენ და ბატონმა ფრიდონმა მერე ისაუბრეთ, მერე. აი, ვაშა შემოგიერთდებათ და ერთად ისაუბრეთ. მეც? აუ. ყავას მოგართმევთ. ვაიმე, ესეც ჩემი შვილი. კიდე და კი. ნახდება თქვენთან სავაჭრო ცენტრში ხალბატონო რუსუდან. რა ვიცი, მუშაობთ. მაგას არ გეკითხებით, ეგარ მაინტერესებს სამუშაო ადგილებზე ვაკანსია თუ გაქვთ. კი, რამოდენიმე ვაკანსია გვაქვს. ხო, ირა კარგი. აიმე, ძალიან დიდი მადლობა დედა, ძალიან დიდი მადლობა. შენთვის არ მინდა შვილო, მამა შენისთვის, ემზარისთვის მინდა სამუშაო. მამა ემზარისთვის? კი, მამასთვის. გასაგებია ხო? ბებია, ემზარი ბაბუა იძახის ეზოდა. მე ეხლავე, გადავხედავე. არა, იყავი შენ დაისვენე. აი მამიკო გახედავს, ხო მამ? მე გავხედავ. აი მე რა საყვარელი ბავშვია. კი, საყვარლესი, საყვარლესი. მამა, ხო მამა, აქეთ, მამა, ემზარი მამა, აქეთ. ხო, რა ცოტა დავნიე და. ძალიან სეციამოვნო იყო თქვენი ოჯახის გაცნობა, მაგრამ უნდა დაგტოვოთ. როგორ მიბრძანდებით უკვე. ნახვამდის? როგორ გავხართ ჩემს ნასტიას. ბატონო, რა ცუდია რომ მიბრძანდებით. დარჩენილიყავით კიდევ, მოვიდოდნენ ნათესავები ალბათ. არა, ვერ დავრჩები საქმეები. ბატონო რუსთან, რა უნდა მეთხოვა? 3 დღით ხომ ვერ გამათავისუფლებთ სამსახურიდან. მე და ვაშას წასვლა გვინდა ბაკურიანში და ჩვენ ორს. დიახ. 3 დღით ვერა. რა. ერთი წუთით? ზაურ მე ვარ. ძალიან გთხოვ გადარიკე რა ნელისთან და უთხარი ჩემს სახელზე. თეკლა ერისთავისთვის და ლაშა ტორონჯადისთვის ერთკვირიანი საგზური გააკეთონ ეგვიპტეში. ბატონო? ახალ შეუღლებულთა ნომერი გექნება. რატო წუხდებით ასე საჩუქრად ვერ მივიღებ? არ მივიღებ, არა ეგეთ საჩუქრად არ მივიღებ. არა. არა მიზარ. უთო დამრჩა. რა ვქნათ ვაშა? რა ვიცი თეკლა, მე დივანზე დავწვევი. და ჩემი ბაკურიანი? რა ვიცი ელენე, ჩვენ ეგვიპტეში მივდივართ. ისე თეკლა კი მომწოხარ, ხო იცი უკვე შე. დიახ, ბატონო რუსუდან. არ მესმის რომ საჩუქარია საგორწინო, მაგრამ ვერ წავალთ. რა არის იცით ბატონო რუსუდან, ჩემს მეუღლეს ძალიან ეშინია აკლემების. ხო, აი უცნაურია, მაგრამ ეშინია. დიახ, კუზების. დიახ, ამიტომ 3-4 დღით წავალთ ისევ ბაკურიანში. არა, თქვენ წარმოიდგინეთ, ბურანების არ ეშინია, იმათ ხო კუზები არა აქვთ. კარგი, დიდი მადლობა და უკაცრავად. კარგით. დიახ, ხალბატონო ნესტან გასაგებია. აიმე ელენე არ დაიჯერებ, ველაპარაკე რუსუდანს მიშვებს, წავედით ბაკურიანში. თეკლა არ დაიჯერებ, ველაპარაკე ნესტანს და არსადაც არ მივდივართ, თბილისში ვრჩები. რა ვქნათ ელენე? რა უნდა ხდა და აი მოვიდა შენი ქმარი და შეუწვე კარტოფილი. ავიღალე რაც გავაკეთე ის კონკანი რა. მოიცა ნიკასადაა. ნიკასადაა და ეზოშია ბურთი გადმომიგდევა. გადაუგდებ და შემიგვით მართლა მე კარტოფილი. ელენა. ნიკა! აჰა! ვაიმე! ამოვანე. მართალი ყოფილა რა ვინც ამბობდა რა
ვარდი უეკლოთვის მოუკრეფიაო რა. ეს გიზოც რო მეშვებოდა კაცო, კაცი არა ხო წატინა თავი დამანებე რა გინდა ვერ გავიგეთ. ვინ არის ეს? აი ახლა დაუძახოთ ირინა ექიმს. აჰა. მე ძახდი პაატა. ხო, ირინა ექიმო. ისა რა უნდა კითხოთ? გიზო ექიმი წავიდა? კი, წავიდა. თენგო ექიმი? წავიდა. ვასო ექიმი? ისიც წავიდა. აჰა, ძალიან კარგი. ძალიან კარგი. აუ, მარტო ხართ? კი, ფაქტიურად მარტო მე ვარ. მარტო თქვენ ხართ, ძალიან კარგი. ჰაერი არ ყოფნის, ჰაერი. პატარა. ჰაერი არ ყოფნის, ჰაერი. ჰელონური სუპხამიდა, ირინა ექიმო, ჰაერი არ ყოფნის. აი მე ხელოვნური სუპხამიდა. ირინა ექიმო, იყოს ისა, გიგიზო ექიმს დაუძახე ისე თუ არის რა.